20 მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ღვთა წილად წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ყოფილიყო ჩემი სოლო კონცერტი. რა თქმა უნდა, მიიღო მონაწილეობა ნატალია ქუთათელაძემ და ალბათონმა ნანი ბრეგვაძემაც ორი სიმღერით დაგვამშვენა. ასე რომ მე ეს სივრცე ჩემთვის ეს გარემო ფესტივალი, რომელიც მე-7 წელია უკვე სულდგმულობს, ასე ვთქვათ, ასეთ საოცარ წინანდალში, ეს არის ყველასთვის ბედნიერება და რა თქმა უნდა, დიდი მუსიკა არის აი აქ ამ დარბაზში. ჩემთვის როგორც ახალგაზრდა მე ვიტყოდი მაინც დამწყები მუსიკოსისთვის ზოგადად წინანდლის ფესტივალის არსებობა მგონია რომ არის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსებისთვის კი არა, საერთოდ ქვეყნის პრესტიჟისთვის, იმ თამასისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყანა ცდილობს რომ დაიჭიროს, წინანდალი ამას კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, ამაღლებს და განსაკუთრებით დღევანდელი დღე იყო, ახლა წარმოიდგინეთ ჩემთვის რამხელა სიხარული, როდესაც თავად მონაწილე ხარ და ერთ-ერთი პატარა ნაწილი ამ უდიდესი ზეიმის, რისთვისაც რასაკვირველია უღრმესი მადლობა გიორგი რამეშოვს, დავით საყვარელს და ყველას, ვინც საერთოდ იდეაც მოაფიქრდა, რომ ეს ფესტივალი დაიარსებინა. ჩვენი კვარტეტი პირველად არის აქ. რა თქმა უნდა, ბევრი გვსმენია ამ მაგიური და განსაკუთრებული ადგილის შესახებ. მე არასდროს ყოფილ ვარ აქ. კონცერტი იყო შესანიშნავი. ყავდა დიდებული მსმენელი. გარშემო ულამაზესი გარემოა და დროს არაჩვეულებრივად ვატარებთ. სადაც არ უნდა წახვიდე, საუზმე იქნება ეს თუ დერეფანი, ყველგან შესანიშნავ ხელოვანებს ხვდები და გაქვს შესაძლებლობა მათ მოусმინო. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. So great artists and you have also chance to hear them. Finally ჩვენი ოცნება როგორც იქნა ახდა, ჩვენ ბოლოს და ბოლოს წინანდალში ჩამოვედით. გასულ წელს გაჩნდა გარკვეული შესაძლებლობები აქ ჩამოვსულიყავით, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამიტომ ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავით ამის გამო. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში დავტყვევით ამ ფესტივალით. ჯერჯერობით შესანიშნავად გრძნობ თავს. ეს მართლაც ულამაზესი ადგილია, შესანიშნავი ხალხი. ბევრს ვიცნობდით, მაგრამ ბევრ შესანიშნავ ადამიანსაც შევხვდით. გავიჩინეთ ახალი მეგობრები, ძალიან თბილი მსმენელია. კონცერტი იყო შესანიშნავი.